რუსთავის ავტოდრომზე დღეს არის მოტოდრაგი 402 მეტრზე. მოდი დაველოდოთ გამარჯვებულებს. გაიხსნა 2016 წლის მოტო სეზონი პიტსტოპ მოტოსთვის და ასევე ქართველი მოტო მოყვარულისთვის და ამის აღსანიშნად ჩავატარეთ დრაგი ამიერკავკასიის მასშტაბით კავკასიის თასი და საკმაოდ საინტერესოდ ვითარდება მოვლენები, ველოდებით გამარჯვებულებს. დღეს ჩატარდა მოტოდრაგი კავკასიის თასი 2016 მოტო სეზონი როგორც ხედავთ გაიხსნა 9 კატეგორიაში ჰქონდა მონაწილეობა ძალიან საკმაოდ დაძაბული ორთაბრძოლები იყო საკმაოდ ბევრი პრიზები შოუ მოტოსტანტი ავტოდრიფტი იყო მოკლედ ძალიან მაგარი სანახაობა და ძალიან მაგარი გართობა სიჩქარე 300-ზე მეტი მაყურებელი მე მგონი ძალიან კმაყოფილი იქნება და ესეთი შოუებს ვპირდებით ჩვენ მაყურებლებს და ექსტრემის მოყვარულებს ხშირად ეს სიმბოლურად მივიღე მონაწილეობა 600-იან თასში სამწუხაროდ თავიდანვე წავაგე დავმარცხდი მაგრამ თავარია აქ მონაწილეობა და ყოველთვის აი ეს ივენთი და გართობა თავარი და არა გამარჯვება და რა ვიცი ყველას მონაწილეს უსურვებ წარმატებას პიტსტოპ მოტომ და რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომმა ჩაატარეს ღონისძიება მოტოდრაგში, სადაც საკმაოდ ბევრი მონაწილე შეიკრიბა. სეზონის გახსნა იყო, საკმაოდ დაძაბული შეჯიბრი გამოვიდა, წამყვანი მრბოლელები მონაწილეობდნენ საქართველოში და საკმაოდ დაძაბული იყო მართლაც რომ ეს ბრძოლა. მოვიგე 600-იანი კლასი, დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ყველა ორგანიზატორს, ყველა იმ ადამიანს, ვინც პატარა წვლილი მაინც შეიტანა ამ ღონისძიების გაკეთებაში და დიდი იმედი მაქვს, რომ შემდეგი უფრო და უკეთესი იქნება. გამოვდიოდი 500-ებში და 650-ებში
500-ებში გამოვდიოდი 400-იანი Suzuki Bandit-ით და გავედი მეორეზე. 650-ებში გამოვდიოდი და მოვიგე პირველზე გავედი. ძლიერი კონკურენტები მყავდა ორივე კლასში. და ძალიან მაგარი შეჯიბრი გამოვიდა. ძალიან ბევრი მონაწილე იყო და ძალიან ბევრი მომზადებული ბიჭი იყო, რაც არ მეგონა. ნუ რავი, რაღაც დონეზე გამიმართლა და მოვიგე 650-ებში. მაყოფილი ვარ საკუთარ თავით, მაგრამ მოტოტექნიკით არა, რაღაც დეფექტები და ხარვეზები მქონდა. მოვიგე 1000 პლუსში, ანუ ყველაზე ძლიერ მოტოციკლების კლასში, Monster კლასში გავიმარჯვე, გავედი პირველად. დიდი მადლობა Pistop Motors.